თქვენ უსმენთ პოდკასტს რადიო მაესტროზე. ამ საზარელმა ინციდენტმა მრავალ კონსპირაციულ თეორიას დაუდო საფუძველი. მომხდარის ასახსნელად ყველაზე უცნაურ სცენარებსაც კი განიხილავდნენ. თოვლის კაცისა თუ უცხო პლანეტელთა თავდასხმას, საბჭოთა სუპერიარაღების ექსპერიმენტებს და ასე შემდეგ. 2013 წლის ჰოლივუდურ ფილმში კი ეს ამბავი მუტანტებსა და საიდუმლო ტელეპორტაციასაც კი დაუკავშირეს. მკვდარ მთაზე მომხდარი ტრაგედია ბევრისთვის დღემდე სრულ საიდუმლოს წარმოადგენს. მეცნიერებისთვის კი ეს არის საზარელი და უცნაური ფაქტებით მოცული ისტორია. როგორ დაიღუპა ერთ ღამეში 9 გამოცდილი ჰაიკერი და მოთხილამურე ურალის მთების ჩრდილოეთში. დღეს მოგიყვებით დიატლოვის უღელტეხილზე. ვეცდებით გავარკვიოთ, რა მოხდა შუაღამეს, რამ აიძულა ექსპედიციის წევრები უცბად კარავის შიგნიდან გამოეჭრათ და ტყისკენ გაქცეულიყვნენ ყოველგვარი თბილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე. უკიდურეს სიცივეში, -25 გრადუს ყინვაში, მაშინ, როცა უღელტეხილზე არქტიკული მჭრელი ქარი ქროდა. სანამ ამბის თხრობას დავიწყებთ, შეგახსენებთ. თუ მოგწონთ ასეთი ისტორიები, გამოიწერეთ რადიო მაესტროს YouTube არხი და ერთად გავაგრძელოთ მოგზაურობა წარსულში. 1959 წლის 23 იანვარს 10 მოლაშქრისგან შემდგარი ჯგუფი რუსეთის ურალის მთებში ზამთრის ექსპედიციაში გაემგზავრა. რამდენიმე დღის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ერთ-ერთი მათგანი უკან გაბრუნდა, დანარჩენმა 9-მ კი გზა განაგრძო. გეგმის მიხედვით მათ გამგზავრებიდან დაახლოებით 3 კვირაში თავიანთი სპორტული კლუბისთვის შეტყობინება უნდა გაეგზავნათ. ამიტომ, როდესაც 20 თებერვლისთვის კლუბს მათგან არანაირი გზავნილი არ მიუვიდა, დაკარგულების საძებნელად სპეციალური რაზმი გაგზავნეს. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მაძიებლებმა თოვლში გაფანტული პირველი 5 მოლაშქრის ცხედარი იპოვეს. ისინი სხვადასხვაგვარად იყვნენ ჩაცმულნი და უცნაური დაზიანებები აღენიშნებოდათ. თვეების შემდეგ, როდესაც თოვლმა დნობა დაიწყო, გამომძიებლებმა დარჩენილი 4 მოლაშქრის ცხედარსაც მიაკულიეს. მათ კიდევ უფრო აუხსნელი და შემაძრწუნებელი ტრამვები ჰქონდათ. ერთს თავის ქალა ჰქონდა გატეხილი, მეორეს კისრის მოტეხილობა აღენიშნებოდა, ორს თვალები აკლდა, ხოლო ერთ-ერთ მათგანს თვალებთან ერთად ენაც. 9 მოლაშქრის ამ შემზარავმა ხვედრმა უამრავი ვერსია წარმოშვა. დაწყებული ბუნებრივი კატასტროფებითა და საიდუმლო იარაღის გამოცდით, დასრულებული იეტის, თოვლის კაცის თავდასხმით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თეორია სხვებზე მეტად დამაჯერებლად ჟღერდა, ეს ტრაგედია, რომელიც დიატლოვის უღელტეხილის ინციდენტის სახელითაა ცნობილი, დღემდე დავისაგნად და ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. ურალის მთების იმ მონაკვეთს, სადაც მოლაშქრეები მიემართებოდნენ, სახელი სწორედ ამ საბედისწერო ექსპედიციის ხელმძღვანელის, იგორ დიატლოვის პატივსაცემად ეწოდა. დიატლოვი 23 წლის სტუდენტი იყო, რომელიც საბჭოთა რუსეთში, ურალის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საინჟინრო საქმეს სწავლობდა. ეს მოგზაურობა მან ამავე ინსტიტუტის 8 სხვა სტუდენტთან ერთად დაგეგმა, რომლებიც ასევე 20 წლისანი იყვნენ. ყველა სტუდენტს ლაშქრობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მათ გუნდში იყო სპორტის ინსტრუქტორიც, რომელიც თითქმის 40 წლის იყო. მოგზაურობის დაწყებიდან დაახლოებით მეხუთე დღეს სტუდენტმა იური იუდინმა რადიკულიტის მწვავე შეტევის გამო ჯგუფის დატოვება და უკან დაბრუნება გადაწყვიტა. კიდევ რამდენიმე დღე რომ დარჩენილი იყო მათთან, ისიც იმავე უცნობი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდებოდა. დაახლოებით 1 თებერვალს 9 მოლაშქრემ კარავი უკანასკნელად გაშალა. როდესაც საძიებო რაზმმა კარავს მიაკვლია, ის წაქცეული და თოვლით დაფარული იყო. შიგნით მოლაშქრეების ნივთები ფაქტობრივად ხელუხლებელი დახვდათ. მაძიებლებმა კარავში სუფთად დალაგებული ფეხსაცმელები, ტანსაცმელი და აღჭურვილობა აღმოაჩინეს. თეფშზე კი დაჭრილი საკვები იდო. თითქოს მოლაშქრეები სადილობისთვის ემზადებოდნენ. კარავი გარედან კი არ იყო დაზიანებული, არამედ შიგნიდან იყო გაჭრილი. პირველი 2 ცხედარი სტუდენტების იური
დოროშჩენკოსა და იური კრივონიშჩენკოსი მაძიებლებმა კარბიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით იპოვეს. ისინი კოცონის ნაცართან მხოლოდ საცვლების ამარა იწვნენ. მოგვიანებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა აღნიშნა, რომ კრივონიშჩენკოს სხეულზე დამწვრობის კვალი ეტყობოდა. პირში კი საკუთარი ხელიდან მოკუნეტილი ხორცის ნაჭერი ჰქონდა შერჩენილი. ლაშქრობის ხელმძღვანელის დიატლოვისა და ზინაიდა კოლმოგოროვას ჯგუფის 2-დან ერთ-ერთი გოგონას ცხედრები სულ სხვა ადგილას იპოვეს. მათი მდებარეობა მიანიშნებდა, რომ ისინი კარავში დაბრუნებას ცდილობდნენ. მოგვიანებით მაძიებლებმა რუსტემ სლობოდინის ცხედარსაც მიაკვლიეს, რომელიც როგორც ჩანს, სიკვდილის წინ ასევე კარვისკენ მიიკვლევდა გზას. როგორც ჩანდა, 5-ვე სტუდენტი ჰიპოთერმიით, სხეულის გადაცივებით გარდაიცვალა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი ქცევა და პარადოქსული გახდა ფენომენი, როდესაც ადამიანები ყინვისგან სიკვდილის პირას ყოფნისას სიცხის შეგრძნებას განიცდიან და ტანსაცმლის გახდას იწყებენ. თუმცა 4 მოლაშქრე კვლავ დაკარგულად ითვლებოდა. იმავე წლის მაისში, როდესაც მიდამოებში თოვლმა მეტად დაიწყო დნობა, ადგილობრივმა მანსის ტომის მონადირემ თოვლში მოწყობილი ერთგვარი თავშესაფრის ნაშთებს მიაგნო. შიგნით მაშველებმა ალექსანდრ კოლევატოვის, ნიკოლაი ტიბობრინიოლის, სპორტის ინსტრუქტორ სემიონ ზოლოტარიოვისა და ლუდმილა დუბინინას ჯგუფის მეორე გოგონას ცხედრები აღმოაჩინეს. ამ 4 ცხედრიდან 3-ის შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი გადაცივება არ უნდა ყოფილიყო. ტიბო ბრინიოლს თავის ქალის იმდენად მძიმე მოტეხილობა აღენიშნებოდა, რომ ძვლის ნამსხვრევებს ტვინი დაეზიანებინა, ხოლო ზოლოტარიოვსა და დუბინინას გულმკერდის არ ჰქონდათ დასრესილი. ამასთანავე ზოლოტარიოვსაც და დუბინინასაც თვალის გუგები აკლდათ, დუბინინას კი ენაც. გამოცემის პირველ ეტაპობრივმა ვერსიამ ვერ შეძლო დაედგინა, ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულს და საბოლოოდ დაასკვნა, რომ მოლაშქრეები დაუძლეველი სტიქიური ძალის შედეგად დაიღუპნენ. მიუხედავად ოფიციალური დასკვნისა, საბჭოთა მოლაშქრეების ნაწილს გაუჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება რაღაცას მალავდა. ვარაუდები იმის შესახებ, რომ მოლაშქრეები რაღაც სახის იარაღის საიდუმლო გამოწდას ემსხვერპლნენ, კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ზოგიერთი მათგანის ტანსაცმელზე რადიაციის კვალი აღმოაჩინეს. ტანსაცმელზე არსებული ეს რადიოაქტიურობა შესაძლოა აიხსნას იმით, რომ 2 წლით ადრე მოხდა ბირთვული ავარია, რომელიც კიშტიმის კატასტროფის სახელითაა ცნობილი. ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილე სწორედ ამ დაბინძურებულ ზონაში ცხოვრობდა. მეორე კი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა. თუმცა ამის მიუხედავად, ბევრი მაინც ეთვობდა, რომ მთავრობა სიმართლეს მალავდა. მომხდარის შესახებ არსებული თეორიები დღემდე მოიცავს ვერსიებს იეტის, კგბ-სა და ცერეუს მონაწილეობის შესახებაც კი. 2019 წელს რუსეთის მთავრობამ დიატლოვის უღელტეხილის საქმე ხელახლა გახსნა. ანდრეი კურიაკოვმა, პროკურორმა, რომელიც ახალ გამოძიებას ხელმძღვანელობდა, წამოაყენა თეორია თოვლის ფილის მოწყვეტის, ეგრეთ წოდებული მეწყრული ზვავის შესახებ. ფერდობი, რომელზეც მოლაშქრეებმა კარავი გაშალეს, არ იყო საკმარისად ციცაბო ზვავის ჩამოსაწოლად, თუმცა კურიაკოვის ვარაუდით, სრულიად შესაძლებელი იყო თოვლის დიდი ფილა მოწყვეტილიყო და კარავს დასცემოდა. ამას შესაძლოა მოლაშქრეებში გაეჩინა შიში, რომ უფრო დიდი ზვავი გარდაუვალი იყო, რაც ახსნიდა იმას, თუ რატომ გაჭრეს კარავის შიგნიდან და გაიქცნენ ფეხსაცმელების გარეშეც კი. კურიაკოვის ვერსიით, მოლაშქრეები გაიქცნენ იქამდე, სადამდეც მანძილი კარვიდან უსაფრთხოდ მიიჩნიეს. შემდეგ კოცონი დაანთეს და თოვლში თავშესაფარი ამოთხარეს. სწორედ ეს თოვლის თავშესაფარი ჩამოიქცა მოგვიანებით შიგნით მყოფი მოლაშქრეების თავზე, რამაც გამოიწვია ის მძიმე დაზიანებები, რომლებიც მხოლოდ ამ კონკრეტულ ზონაში ნაპოვნ ცხედრებს აღენიშნებოდათ. რაც შეეხება დაკარგულ თვალებსა და ენას, ისინი შესაძლოა ლეში მჭამელ ცხოველებს შეეჭამათ, ხოლო კარვის გარეთ მყოფნი უბრალოდ სიცივისგან დაიღუპნენ. კურიაკოვის მიერ ამ თეორიის გასაჯაროების შემდეგ შვეიცარიელმა მკვლევარებმა მისი შემოწმება გადაწყვიტეს. 2021 წელს იოჰან გომმა და ალექსანდრ პუზრინმა სამეცნიერო ჟურნალში Communications, Earth and Environment გამოაქვეყნეს ნაშრომი. მათ მათემატიკური მოდელი გამოიყენეს იმის დასადგენად, იყო თუ არა შესაძლებელი მსგავსი ზვავის ჩამოწოლა კარვის მდებარეობისა და იმდროინდელი ამინდის პირობების გათვალისწინებით.
მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელი იყო, თუმცა რეალურად მოხდა თუ არა ყველაფერი ასე, ეს სხვა საკითხია. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ მომხდარის საბოლოო ახსნა ვიპოვეთ, ამბობდა ალექსანდრ პუზრინი, ციურიხის ტექნიკური უნივერსიტეტის გეომექანიკისა და გეოსისტემების ინჟინერიის პროფესორი, თუმცა ზვავის თეორიას მეტი დამაჯერებლობა შევძინეთ. ის, რასაც ისინი აღწერენ, შესაძლებელია, ამბობდა კოლორადოს ზვავების საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ითან გრინი, თუმცა რამდენად სავარაუდოა, ამის თქმა საკმაოდ რთულია. ჯიმ მაკელვეინი, დურჰამის უნივერსიტეტის პროფესორი გეოლოგიური საფრთხეების დარგში აღნიშნავდა, რომ თოვლის ფილის მოწყვეტა, როგორც წესი, ბევრად უფრო ციცაბო ფერდობებზე ხდება, ვიდრე ეს დიატლოვის უხელტეხილზე იყო. ეს ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა ხელს არ უშლის იმაში, რომ საუკეთესო ახსნად მივიჩნიოთ, ამბობდა ის. სხვა რა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ არ ვიცი. ლაშქრობის მონაწილეები აქტიურად აწარმოებდნენ როგორც საერთო, ისე პირად დღიურებს. მათი ბოლო ჩანაწერები და ფოტოები აჩვენებს, რომ ტრაგედიამდე ჯგუფში პანიკის არანაირი ნიშანი არ იყო, თუმცა ბოლო დღეს გარკვეული უცნაურობები მაინც ფიქსირდება. სატირული გაზეთი საღამოს ოტორტენი. სიკვდილის წინა დღეს, 1 თებერვალს ჯგუფმა იუმორით სავსე კედლის გაზეთი შეადგინა. მასში ხუმრობდნენ თოვლის კაცის არსებობაზე, დიატლოვის უღელტეხილთან ახლოს, რაც მოგვიანებით კონსპირატორებმა მისტიკურ ნიშნად მიიჩნიეს. უკანასკნელი კადრი, ფოტო ნომერი 33. ჯგუფის ფოტოაპარატიდან გამჟღავნებული ბოლო ფოტო არის სრულიად ბუნდოვანი. მასზე აღბეჭდილია გაურკვეველი ნათება შავ ფონზე. ზოგი ამას ფოტოფირის უბრალო დაზიანებად მიიჩნევს, სხვები კი უცნაური მანათობელი ობიექტის გადაღების მცდელობად. უცნაური ბრძანება დღიურში. ერთ-ერთ ბოლო ჩანაწერში აღნიშნულია, რომ ჯგუფს სურდა დაეზოგა შეშა და ღამე თბილი ღუმელის გარეშე გაეთია. გამოცდილი მთამსვლელებისთვის -30 გრადუს ცელსიუს ყინვაში ეს ძალიან სარისკო გადაწყვეტილება იყო. საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქმის გამოძიება და მისი მოულოდნელი დახურვა კი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბურუსით მოცულ ეპიზოდად რჩება. საქმის მთავარმა გამომძიებელმა ლევ ივანოვმა დასკვნაში გამოიყენა ფორმულირება, რომელიც იურიდიული პრაქტიკისთვის სრულიად უპრეცედენტო იყო. სტიქიური ძალა, რომლის გადალახვაც შეუძლებელი იყო. ეს აბსტრაქტული ფრაზა ნიშნავდა, რომ გამოძიებამ კონკრეტული დამნაშავე ვერ ან არ იპოვა. საქმეს სასწრაფოდ დაედო გრიფი სრულიად საიდუმლო და ის არქივში გადამალეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1990 წელს გამომძიებელმა ლევ ივანოვმა საჯაროდ აღიარა, რომ 1959 წელს მასზე უძლიერესი პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა. მაღალი თანამდებობის პირებმა უბრძანეს, სასწრაფოდ დაეხურა საქმე და დაემალა ყველა მასალა, რომელიც რეგიონში მფრინავ, ნარინჯისფერ სფეროებსა და რადიაციას უკავშირდებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ივანოვმა ღიად განაცხადა, რომ მას სჯეროდა უცხოპლანეტელების ან საიდუმლო იარაღის ვერსიის. მისი აზრით, სტუდენტები რაღაც უცნობი ტექნოლოგიის მსხვერპლნი გახდნენ. რამდენიმე დაღუპულის ოჯახის წევრებს ცხედრების ნახვის უფლება არ მისცეს. მაშველებს, ექსპერტებსა და ადგილობრივ მანსის ტომის წევრებს კი ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც 25 წლის განმავლობაში ნანახის შესახებ საუბარი ეკრძალებოდათ. ამ ტრაგიკულმა და მისტიკურმა ისტორიამ მსოფლიო კინემატოგრაფისა და ლიტერატურის უდიდესი ყურადღება მიიპყრო. საიდუმლოებით მოცულმა დეტალებმა საფუძველი ჩაუყარა რამდენიმე ცნობილ ნამუშევარს, სადაც რეალური ფაქტები და მხატვრული ფანტაზია ერთმანეთს ერწყმის. მხატვრულთან ერთად გადაღებულია დოკუმენტური ფილმები. Discovery Channel-მა და National Geographic-მა ამ თემაზე რამდენიმე სპეციალური გამოშვება მოამზადეს. მათ შორის აღსანიშნავია კვლევები, სადაც მეცნიერები თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებითა და ანიმაციით ცდილობენ სლავის ვერსიის სიმულაციას. ამერიკელმა მკვლევარმა დონი ეიჩარმა თავის წიგნში მკვდარი მთა ჩამოაყალიბა ინფრაბგერების თეორია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური სამეცნიერო ახსნაა იმისა, თუ რამ აიძულა გამოცდილი მთამსვლელები ყოველგვარი ტანსაცმლის გარეშე პანიკაში გაქცეულიყვნენ კარვიდან. ეს ფენომენი ეყრდნობა კონკრეტულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტებს. ინფრაბგერა არის ხმა, რომლის სიხშირეც 20 ჰერცზე ნაკლებია. ადამიანის ყურს მისი გაგონება არ შეუძლია, თუმცა სხეული და ტვინი მასზე რეაგირებს.
დონი HR-მა დაადგინა, რომ ხოლად ჩახლის მთის სპეციფიკური, გუმბათოვანი ფორმა და იმ ღამეს არსებული უძლიერესი ქარი იდეალურ პირობებს ქმნიდა აეროდინამიკური ფენომენისთვის. მთის ქედზე გადამავალი ქარი გაიყო და წარმოქმნა მძლავრი, უხილავი ჰაერის მორევები, გრიგალები, რომლებმაც მაღალი სიმძლავრის ინფრაბგერითი ტალღები წარმოქმნეს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ გარკვეული სიხშირის ინფრაბგერა შეუძლია ადამიანის ორგანიზმში სერიოზული ფსიქოფიზიკური ცვლილებების გამოწვევა. უკონტროლო პანიკა და შიში. ადამიანის ტვინი დაბალი სიხშირის რეზონანსის დროს იწყებს საფრთხის შეგრძნებას. ჩნდება აუხსნელი ცხოველური შიში, სიკვდილის მოახლოების განცდა და გაქცევის დაუძლეველი სურვილი. ფიზიკური სიმპტომები: იწვევს ძლიერ თაუბრუცხვევას, გულის რევას, სუნთქვის გაძნელებას და მხედველობის დეზორიენტაციას, თვალის კაკლების ვიბრაციის გამო. თუ ხოლად ჩახლის მთაზე იმ ღამეს ინფრაბგერითი რეზონანსი მოხდა, სცენარი ასე გამოიყურებოდა. კარავში მყოფ სტუდენტებს ყოველგვარი ხმის გარეშე მოულოდნელად დაეწყოთ საშინელი პანიკა, გულისრევა და სუნთქვის შეკვრა. სიბნელეში მათ მოეჩვენათ, რომ კარავი მათზე იხურებოდა, ან რაღაც უხილავი საფრთხე უახლოვდებოდათ. პანიკამ პიკს მიაღწია. მათ დანით შიგნიდან გაჭრეს კარავი და ერთადერთი მიზნით, ამ ჯოჯოხეთურ ადგილს მოშორებოდნენ, ისკენ გაიქცნენ. მას შემდეგ, რაც ისინი ტყეში, კარვიდან 1.5 კილომეტრში ჩავიდნენ, მთის რელიეფმა ისინი ქარისა და ინფრაბგერისგან დაიცვა. გონს მოსულმა ახალგაზრდებმა გააცნობიერეს, რომ -30 გრადუს ყინვაში ტანსაცმლის გარეშე იყვნენ, თუმცა უკან დაბრუნება ძლიერი ქარისა და სიცივის გამო ვეღარ შეძლეს. ბევრისთვის ეს თეორია იდეალურად ხსნის იმას, თუ რატომ არ იყო კარავში ბრძოლის ან უცხო ადამიანების კვალი და რატომ დატოვეს ის სტუდენტებმა ასე ორგანიზებულად, მაგრამ სასწრაფოდ. თუ გსურთ ჩვენთან ერთად აღმოაჩინოთ ისტორიული საიდუმლოებები, გამოიწერეთ რადიო მაესტრო YouTube-ზე. გახდით ჩვენი შემეცნებითი მოგზაურობის ნაწილი.